ეს თემა ეხება ბუქსირებას. ავტომობილით მოგზაურობისას გზას ავსია სხვადასხვა მოულოდნელობებით. და ყველა მოულოდნელობებისთვის, რა თქმა უნდა, მძღოლი უნდა იყოს მზად. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ავტომობილი გამოვიდეთ წყობრიდან და თქვენ დაგჭირდეთ მისი გადატანა ბუქსირის საშუალებით. ანუ სასურველია თქვენ გქონდეთ ავტომობილში საბუქსირებელი საშუალება. ბუქსირება არსებობს სამი სახის. ბუქსირება დრეკადი გადაბმულობით და ეს ბუქსირი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც დაზიანებულ ავტომობილს წყობში აქვს საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭო სისტემა. ანუ შეიძლება ავტომობილის ძრავი არ იქოქებოდეს. ამ დროს შესაძლებელია ასეთი ბუქსირის გამოყენება. და ამ ბუქსირის სიგრძე უნდა იყოს მინიმუმ 4, ხოლო მაქსიმუმ 6 მეტრი. და აუცილებელია ბუქსირი აღნიშნული იყოს მინიმუმ 2 ასეთი ნიშნის საშუალებით, რომელსაც ქვია არაგაბარიტული თვირთის აღმნიშვნელი და თუ ასეთი ნიშანი არ აქვს, მაშინ უბრალოდ აღნიშნოთ წითელი ალმებით. რაც შეეხება ბუქსირების დროს, ჩვენ ვიცით, რომ წამყვან ავტომობილზე უნდა იყოს ახლო განათების ფარები, ხოლო დაზიანებულ ავტომობილზე ჩართული უნდა იყოს ავარიული შუქურა სიგნალიზაცია. ამ შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილით ხალხის გადაყვანა ნება დართულია. და ასეთი ბუქსირის გამოყენება ლიპყინულიანობის დროს კი აკრძალულია. ეს რაც შეეხება დრეკად ბუქსირს. არსებობს მეორე სახის ბუქსირი, რომელსაც ქვია ბუქსირება ხისტი გადაბმულობით. ანუ ხვდებით ალბათ ხისტი გადაბმულობა, რასაც გულისხმობს. აქ ალმების გამოყენება საჭირო არ არის, ვინაიდან აი ასე უნდა იყოს ეს ხისტი ბუქსირი შესაბამისად შეღებილი. ასეთ ბუქსირს ზღვრული მინიმალური ზომა არ გააჩნია, ხოლო მაქსიმალური ზომა არ უნდა აღემატებოდეს 4 მეტრს. რა შემთხვევაში გამოიყენება ხისტი ბუქსირი? ასეთ ბუქსირს იყენებენ მაშინ, როდესაც დაზიანებულ ავტომობილში არ მუშაობს სამუხრუჭო სისტემა. და ბოლოს ბუქსირება ნაწილობრივი დატვირთვით. ანუ დაზიანებული ავტომობილის წინათვლებს ამაგრებენ წამყვანი ავტომობილის ბაქანზე, სატვირთო ბაქანზე და უკანათვლებით კი მიაგურებენ მას. ამ მთლიანად დადებენ, როგორც აქ არის ნახატზე მითითებული. ასეთ ბუქსირების საშუალებას მიმართავენ იმ შემთხვევაში, როდესაც დაზიანებულ ავტომობილში გამოსულია წყობრიდან საჭის მართვის მექანიზმი. აი ესენი საჭიროა დავიმახსოვროთ ყველა. ესე იგი, დრეკადი ბუქსირი გამოიყენება, როდესაც ავტომობილში საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭო სისტემა წყობშია. ასეთი ბუქსირი გამოიყენება, როდესაც სამუხრუჭო სისტემაა წყობრიდან გამოსული, ხოლო ასეთი ბუქსირი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭის მართვის მექანიზმი არის გამოსული წყობრიდან. რაც შეეხება ხალხის გადაყვანას, როგორც აღნიშნეთ, მსუბუქი ავტომობილის ბუქსირებისას დასაშვებია ხალხის გადაყვანა, ხოლო დანარჩენი ასეთი ბუქსირის დროს ხალხის გადაყვანა დაზიანებული ავტომობილით აკრძალულია. და ასევე უნდა დავიმახსოვროთ, რომ წამყვანი ავტომობილის წონა აუცილებლად მეტი უნდა იყოს დაზიანებული ავტომობილის წონაზე. და რაც შეეხება ლიპყინულიანობის დროს, ქონა ამაზე საუბარი, რომ
დაზიანებული ავტომობილის წონა არ უნდა აღემატებოდეს წამყვანი ავტომობილის წონის ნახევარს. ასევე აკრძალულია და აღნიშნეთ ეს ლიპყინულიანობის დროს დრეკადი ბუქსირით მოძრაობა, 2 და მეტი სატრანსპორტო საშუალების ერთდროული ბუქსირება, 2 თვლიანი სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება და თვით მისი ბუქსირი. აი, ეს ძირითადი მოთხოვნებია წაყენებული ბუქსირებისას. და ასევე უნდა დავიმახსოვროთ, რომ ისეთ გზაზე, სადაც მოცურების საშიშროება არსებობს, ბუქსირება აკრძალულია დრეკადი ბუქსირით. აკრძალულია დრეკადი ბუქსირით. ხაზს უსვა, ხისტი ბუქსირი ნება დართულია. ამ სიტუაციაში არ შეიძლება ბუქსირება წვიმიან ამინჩი, ანუ სველი საფარის დროს. მოკლედ და კონკრეტულად ამ ბუქსირების შესახებ. და იმედია დაიმახსოვრებთ და გამოიყენებთ როგორც პრაქტიკაში, ასევე ბილეთების ამოხსნის პროცესში.